თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები. ნეტავ, სად მიდიან სიყრმის იუმორისტები. სად და პარიზში მიშა. პარიზში მიდიან იუმორისტები, რომლებსაც ბავშვობაში უყურებდი და იქიდან ლანძღავენ საქართველოს ქართულ პრობლემებს და იძახიან რომ საფრანგეთში ყველაფერი საუკეთესოა. მოკლედ, რაზე ვსაუბრობ? უბრალოდ გუშინ შემხვდა ნიკა ქავთარაძის, ჩემი ერთ-ერთი ბავშვობის იუმორისტის ინტერვიუ ინგა გრიგოლიასთან. სადაც თავიდან კლასიკურად საუბრობენ რა, რომ მე მომიწია წამოსვლა, მე არ ვაპირებდი, უბრალოდ შემავიწროვეს და რაღაცა ეგეთ სისულელეები. ამ ინტერვიუს სრულად ვუყურე მე, თქვენ რომ არ გეყურებინათ და ერთი ყველაზე საუკეთესო იუმორისტული მომენტი მინდა გაჩვენოთ. დეგენერატი, მე მაქვს ნანახი კადრები, ერთი არ მახსოვს, შვედეთში იყო. ის დეგენერატი რა თქმა უნდა ქართულ პოლიციაზე თქვა და ეხა აგრძელებს ყველაზე ღადაობის მოყოლას. მე მაქვს ნანახი კადრები, ერთი არ მახსოვს, შვედეთში იყო, ესე პოლიციელი მოდგას და აქტივისტი გოგო სახლის წინ უდგას, არ მახსოვს რაღაცა ქალთა ორგანიზაციის რაღაცა იყო, წელზევით შიშველი ეს გოგო და შეურაცხყოფას აყენებს, სახესთან ესე უდგას პოლიციელი. ტიპის რეაქცია და გეუბნება რაღაცა შვიდად შვედურად, ესა, ეს არის, იმიტომ რომ იმანი შვიდად შვედურად ეუბნება რაღაცას. ბოდიში ბატონიკა საქართველოში არიციან პოლიციელებმა შვედურად საუბარი. არა, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ და გახდილი ქონდა იმ გოგოს მაისური. პოლიციელი კი შვედურად შვიდად ესაუბრებოდა. გუთენ ბუბენ. არ ვიცი როგორ არის. კარგი ძუძუებია შვედურად, მაგრამ ალბათ რამე ეგეთი იქნება. გუთენ ბუბენ და მე დაუშვა წკეპლით. მოდი ბონუსად ქალბატონი ირმა სოხაძეც ჩავრთოთ რა. ხარვამბობენ კიდე რომ იმაში კოპენჰაგენში დაარბიეს. წკეპლას იყო დაარბევა. ესა ძაღლები მიუქციეს. ამ ვიდეოზე საუბრობს, კონკრეტულად ამ ვიდეოზე საუბრობს ქალბატონი ირმა, რომ წკეპლით ცემესო კაცო, რა მოხდაო, ეხაო, რა პანიკა ატეხეთო. მიუქცევია, ძაღლები ყავდათ იქ ეკავათ. არის იმიტომ რომ არც ერთი პოლიციელი იქ მომიტინგეს სახეზე ფეხებით და წიხლებით არ შედგომია, ხო? და თვალები არ უჩეჩქვია და 10 ადამიანს ერთად არ ადამიანებზე ძალადობაზე არ ვიცინი მე წკეპლაზე. კალში არ მოუმწყდებიათ ერთი მომიტინგე, ხო? დემონსტრანტი. არა, ქალბატონო ირმა, კუთხეში დააყენეს უბრალოდ. წკეპლაც არ დაურტყამთ, კაცო, უბრალოდ უთხრეს, რომ წადიო შენო კუთხეში დადექიო 15 წუთიო. და მოწყალოთ არ უცემიათ რაღაცა რო ვერ იცნობდი იმ მდგომარეობამ. ეხლა რომ ამბობენ კიდე რომ ტიპებმა ძაღლები მიუქციეს. გოგლი მოგლივით ათქვიფეს, ისე ურტყამდნენ. წნილი სქილა რო არ იხსნება და მაგიდაზე რომ უნდა ურტყა. ეგრე ურტყამენ ადამიანებს და შვედეთში მე ვნახე რომ ქალი იდგა წინ პოლიციელის წინ და ის პოლიციელი შვედურად მშვიდად ესაუბრებოდა. ბიჭო, რა ასაკში ხდება სხვათა შორის ეს ყველაფერი? იმიტომ რომ რამდენ ადამიანსაც ვუყურებ, ყველა რაღაცა ასაკს ცილდება, რომ მერე დაუწყონ სამშობლოს ღალატი, მერე წავიდნენ პარიზში, ეს პარიზი რაღაცა ესა აქვთ, ამოჩემებული აქვთ, იმიტომ რომ პარიზში ეთყობა ჰავა სხვანაირი და რო ჩადიხარ, მერე იწყებ იქიდან საქართველოს გინებას და ყველაფერი ქართული შეურაცხყოფას და აბსოლუტურად მხოლოდ ნეგატივზე საუბარს. დიახ, გავიგეთ ხალხო, რომ გორში სცემეს პოლიციელებმა მოქალაქეები. არასწორია, დაიჭირეს ეგ ხალხი. დიახ, გავიგეთ, რომ აქციებზე იყო გადამეტება, დაიჭირეს ეგ ხალხი. არა, ესენი პარიზში ყველაფერი საუკეთესოა. კიდე მინდა ერთი ტიპი გაჩვენოთ. ეს ტიპი უკვე გაჩვენეთ, გაგაცანით წინა გადაცემაში, უბრალოდ არ ოკდება. და ეხა მით უმეტეს არ თულებს უფრო სიტუაციას და უფრო და უფრო აუარესებს ყველაფერს. უფრო და უფრო აქებს პარიზს და უფრო აკნინებს
საქართველოს ზოგადად და ქართულ მოსახლეობას უფრო აძულებს თავის შვილს, რომელიც წინა ვიდეოში საცოდავად იძახდა, რომ არ მინდა მამა მე საქართველოში. რატომ არ გინდა შვილო? იმიტომ რომ ვიდეოებში ვნახე რომ ყველაფერი ცუდათაა. რომელ ვიდეოებში? შენ ვიდეოებში მამა. იმიტომ მამა რომ შენ ქვეყნის მოღალატე ხარ და შენ მხოლოდ ცუდს მაჩვენებ. და მე კიდე TikTok-ს რო ხსნი, მამა ჩემის ვიდეოები მხვდება. საქართველოს ყველაფერი ცუდათაა, საქართველოს ყველაფერი ცუდათაა. ანუ ჩვეულებრივი ესეთი მოღალატეების საუბრით იწყებს ახლა შემდეგ ვიდეოებს. იმიტომ რომ იმ ვიდეოზე ბევრი დაეჯვა, რადგან ყველა მიხვდა რომ ადამიანი თავის ბავშვს აძულებს სამშობლოს. ბევრი დაეჯვა და ახლა თვითონ პასუხი ჩაწერა რა, რომ მე ჩემი ხალხი ძალიან მიყვარს და ჩვეულებრივი კლასიკური საუბრები რა, რომ მე ჩემი ხალხი ძალიან მიყვარს, მაგრამ რა ის 10 პოლიციელი გეზიზღება, რომელმაც ურტყეს მოქალაქეებს, კი ეგ 10 პოლიციელი ჩვენს გვეზიზღება და შსს მინისტრსაც ეზიზღება და დაიჭირა უკვე. მეტი რაღა გინდა რო ქნას ჩამოვიდეს და თავზე ხელი გადაგისვას და შუბლზე გაკოცოს? საქართველოდან რომ მირეკავენ დღეში 50 კაცი და რომ მეუბნებიან ლაშაიამ ტკივა და წამიყვანე, ლაშაია სამკურნალოა წამიყვანე, ლაშაია მშია წამიყვანე, ლაშაია თუ მაქანე უკეთეს სიტუაცია წამიყვანე. ამას ვლაპარაკობდი რომ მათ ხალხს 16 თაყაიშვილი ყავს პარიზში, მოკლედ თანამედროვე დროის 2026 წელს, აგერ ლაშაიე თაყაიშვილი შეგიძლიათ დაუძახოთ. მოიცა ეხლა რა სიზახის? პოლიტიკას ბავშვებს ოჯახში 21 საუკუნეა არც არავინ აყურებინებს პოლიტიკას ბავშვებს ოჯახში 21 საუკუნეა და ასქროლავენ და როგორ გაუკონტროლო. კი, ლაშაიე, შენ ვერ გაუკონტროლებ ბავშვი, რას ასქროლავს და რას უყურებს, მაგრამ მამამისის ვიდეოები ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო? წესით. და საქართველოს სიძულვილს და ქართულ ცუდ ამბებს ნამდვილად არაჩვენებენ ვიღაცა Taylor Swift-ი და Katy Perry თუ არ ვიცი ხა ვინ ყავთ ბავშვებს გმირებად. მხოლოდ შენი ბრალია. იმიტომ რომ შენ შვილს 10 და 11 წლის გოგოს მაგრად ფეხებზე კიდია, ეხლა პოლიციაში სცემეს თუ არა, კერდა გორში პოლიციელებმა სცემეს თუ არა ორ ადამიანს. ვერც გაიგებდა აბსოლუტურად მაგ სიტუაციას. ან ეგრო გაიგო შენგან. მერე ის აუხსენი რომ შვილო, უყურე ესეთი რაღაცები ხდება, მაგრამ ეს ადამიანები უკვე დაჭერილები არიან, რადგან ესე არ უნდა იქცეოდნენ პოლიციელები, ესენი ცუდი პოლიციელები არიან და კარგი ამის გარდა არის უამრავი. და ცუდი ყველაფერშია ყოველთვის. ეგეთი რამე აუხსენი? არა გიხსნია. აი მაგიტო ხარ ზუსტად სამშობლოს მოძულე, მაგიტო აძულებ ზუსტად შენ შვილს სამშობლოს. თორე იმის გამო კი არა რომ უბრალოდ კადრი ნახა. კი ბატონო, კადრი თუ ნახა, ისიც ხომ უნდა დაუმატო შენ შვილს რომ მამა, სულ ესე ხდება? დაუხსნა რომ არა შვილო, სულ ესე არ ხდება, კაცო. საქართველოში პოლიცია იმდენად კარგ დონეზეა, რომ შეგიძლია ღამის 4 საათზე ქუჩაში ისე ირნო. პოლიციელები გიცავენ. მაგრამ რა პოლიციის დახმარებაზე და სიკარგეზე და დაცვაზე ვსაუბრობთ, როცა ადამიანი იმდენად იდიოტი ხარ, რომ ჩარჩენილი ხარ რაღაც 13 წლის მოგონებებში. აი ამ საუბრიდან გამომდინარე. არ გაწუხებს, პოლიცია არ გაწუხებს. რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ფეხითაც დავდივარ და მანქანითაც დავდივარ, ჩემ უბანშიც გავარ და კაციშვილი არ მოდის და დაშავები ბიჭო აქ. მოსაწევი ხარ მოგიწევია. საცხოვრობ, ამ რაღაცებს არა. აი, ადამიანის ჩარჩენილი რაღაც ტრავმები. რომელიც ახსოვს რაღაცა ბავშვობიდან, რომ პოლიციამ გააჩერა და უთხრა, რომ რაშობი ბიჭო აქ პლანი ხო არ მოგიწევია. და ეგ აქვს ჩადებული დღეს 40 წლის კაცს გულში. მეც გამაჩერა ლაშაიე პოლიციამ და მეც ამომიღო დანა პოლიციამ ლაშაიე 14 წლის ასაკში და დღეს მადლობელი ვარ, მაშინ ვაგინებდი. დღეს უღრმესი მადლობელი ვარ, რომ ამარიდეს შარს, მაგრამ შენ ამას ვერ იაზრებ. შენ გაქვს კიდე კომპლექსები ჩარჩენილი, რომ ალბათ ბავშვობაში გაგაჩერა პოლიციამ, გითხრა რაღაც ცუდი სიტყვები და მაგის შემდეგ გეზიზღება პოლიცია. ბავშვსაც ეგეც ზრდი. რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ 11 და 10 წლის გოგოს რო თავის სამშობლო ეზიზღება და ეშინია. კაი, შეიძლება არ ეზიზღება, მაგრამ ეშინია სამშობლოს ჩამოსვლის. ვისი ბრალია?
ჩემი ბრალია? თუ კობახიძის ბრალია? თუ მამის? პირველ რიგში. ასე რომ ესეთ არაკაცობას რო აკეთებ, ესე არაკაცულად რომ ზრდი, ვითომ სამშობლოს მოყვარულ ბავშვებს, ცოტა დაუფიქრდი, ცოტა ასწავლე რაღაცები, რომ თუ იმას აჩვენებ პოლიციის ძალადობას, მაშინ მეორე მხარეც უთხაე, რომ შვილო, უყურე, ეს 1000-ში ერთხელ ხდება რა და ეგ ყველგან ხდება. მით უმეტეს საფრანგეთიდან რო ასწავლი მაგას, ბიჭო. აი, მოდი რა, ერთი წამი გაჩვენებთ ამას. აი, Google-ში ჩავწეროთ ყველაზე ბრუტალური პოლიცია ევროპაში. აი, თქვენ თვალწინ მოუძებნოთ. პირველი ქვეყანა რომელია? ბელარუსზე და რუსეთზე წინ, რომელი ქვეყანა ამოდის Google-ში? პოლიციის ბრუტალურობით და პოლიციის ძალადობის მხრივ. კაი, ვთქვათ, მოდი, ძალადობაში შეიძლება ეხა ვიღაცისთვის უბრალოდ მიწოლაც ითვლება, ხო? და ეხა მიწოლა რა ძალადობა? კაი, მოდი, მკვლელობებით ვნახოთ, მკვლელობა ხო ძალადობაა? ვნახოთ. Most people killed by the police in Europe. ყველაზე მეტი მოკლული ადამიანი პოლიციის მიერ ევროპაში. პირველივე სიტყვა, რომელი ქვეყანაა? ლაშაიე. რომელი ქვეყანაა პირველივე სიტყვა მთელი ევროპის ქვეყნებიდან? და ამაზე საუბრობენ, ბიჭო, აქედან გვესაუბრებიან. აი, ამ ქვეყნიდან, რომელიც ყველა სტატისტიკაში ლიდერობს. რაც შეეხება პოლიციის მიერ ძალადობას, მკვლელობას, რა ვიცი, რტყმას, დაჭერებს, აბსოლუტურად ყველაფერში ლიდერობს საფრანგეთი. და მაინც საფრანგეთში მიდის ხალხი და იქიდან მოძღვრავს, რომ საქართველოში ბიძი იმ დღეს გორში 2 ადამიანი ცემეს და საფრანგეთში ასეთი რამეები არ ხდება. რა არ ხდება, ბიჭო? ნომერ პირველები ხართ. ფრანგი პოლიციელების ძალადობაზე რატომ არ აჩვენებ ბავშვებს ვიდეოებს? ლაშაიე, ის თუ მოუყევი შენ შვილს, რომ გუშინ 18 წლის ბიჭი მოკლეს ლონდონში. ლონდონიც ალბათ ძალიან მაღალ დონეზე გიყენია, ხო შენ? ვიდრე თბილისი და ზოგადად ვიდრე საქართველო. იმიტომ რომ ყველა ქვეყანა გირჩევნია საქართველოს. გუშინ რა მოხდა ლონდონში? აი, იმედია ასკროლავს შენი შვილი ამ ვიდეოსაც და შეხვდება ეს ვიდეო, რადგან გაიგოს, თორე შენგან მარტო ნეგატიური ესმის საქართველოზე. გუშინ ინდოელმა ემიგრანტმა დაჭრა ინგლისელი 18 წლის ბიჭი 4-ჯერ. პოლიცია მოვიდა და ვის დაადო აბა ხელბორკილები გამოიცანით. ძირს ნაგდებ 4-ჯერ დაჭრილ ინგლისელ ბიჭს. ხელბორკილები დაადო, 20 წამი ედგა, უყურებდა და მოკვდა ეს ბავშვი. მაგას აუხსნი შენ შვილს? მაგას ასწავლი? მაგას ეტყვი, რომ შეხედე ლონდონი რა ცუდი ქალაქიაო, ან შეხედე ინგლისი რა ცუდი ქვეყანააო? არა. ტიპები გაჩავლენ რაღაცა 2 თვით, ეიფელის კოშკს გახედავენ და საქართველოს დედავატირე. რა გჭირთ, ბიჭო, რაღაცა ჟანგი მოქმედებს იმაზე, ჰაერზე და გონებაზე? თუ მანდრო ჩადიხართ საზღვარზე, ბატონს გირტყამენ თაოპირში და გადებილებენ და ალცჰაიმერს გმართებენ, თუ რა გჭირთ? სირცხულის გრძნობა იქონიეთ და კი ბატონო კაცო, თუ ცუდზე საუბრობთ, ისაუბრეთ, მაგრამ კარგიც აჩვენეთ თქვენ შვილებს. თორე ცუდზე საუბარს არავინ გიშლით. კი ბატონო, აჩვენეთ, რომ აგერ ესე და ესე მოხდა პოლიციის მიერ, მაგრამ ისიც აჩვენეთ, რომ პოლიცია უმაღლეს დონეზეა, ყოველ დღე რაღაცა 50 ნარკომანს იჭერენ, მე მგონი ნარკომანს კი არა, ნარკო გამყიდველს. რაღაც სპეცოპერაციები ტარდება, სადაც 90 და 100 კაცს ერთდროულად იჭერენ. რომ ერთმანეთთან დარეკვას ვერ ასწრებენ ადამიანები, ისე ვარდებიან პოლიციელები სახლებში და სპეცოპერაციებს ატარებენ. რომ ერთი ადამიანი მეორეს ვეღარ ურეკავს, რომ დამადგნენ და გაიქეცი. აი, მაგდენად პროფესიონალურად მუშაობენ. არა, მაგას ვინ მოგიყვებათ? 11 წლის ბავშვს უნდა მოუყვე ის, რომ ნახე, ვიღაცა პოლიციელმა კაცის ცემა, ესე იგი შენც გცემენ შვილო, არ ჩახვიდე სამშობლოში. იყავით მაგ საფრანგეთში, ჭამეთ ბაგეტები, კრუასანები, თონის პური მაინც ჯობია. ნახوي აქედან.